სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარად მირზოიანმა მონაწილეობა მიიღო ორბელის ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში სახელწოდებით მშვიდობის ქვიზი საუბარი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, მინისტრმა ისაუბრა მშვიდობის პროცესის გარანტიებზე, შერიგებასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. კითხვაზე თუ რა გარანტიები აქვს სომხეთს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხანგრძლივი იქნება, მირზოიანმა უპასუხა, რომ მშვიდობის მთავარი გარანტია არა რომელიმე მესამე ქვეყნის ჩართულობა ან სამშვიდობო მისიებია, არამედ თავად ამ შეთანხმებების ურთიერთსასარგებლიანობა როგორც სომხეთისათვის, ისე აზერბაიჯანისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის. მისი თქმით, სწორედ ეს ორმხრივი სარგებელი უზრუნველყოფს სამშვიდობო ხელშეკრულების, ვაშინგტონის დეკლარაციისა და სხვა შეთანხმებების მდგრადობას, რადგან არც ერთ მხარეს არ ექნება მათი დარღვევის ინტერესი.